აბა კვლავ მივყვეთ ავთანდილ ღოღობერიძის წიგნს 1957 წელი თბილისის დინამო რუმინეთში მიემგზავრება. ისა ჩვენ ახალასაც ყვებით სულ ამხანაგური თამაშები, ამას ეგრე ქვია, ხო, ამხანაგური თამაში, მაგრამ ძველ დროს ამხანაგური თამაში ისეთი არ იყო როგორც დღეს. ეს იყო ნამდვილი თამაში. აი როგორც რაგბიში ყველა ამხანაგური არ არის, ტესტია, ხო, და ვერ არის ამხანაგური. ასე იყო განსაკუთრებით საკლუბო, ხო? მაშინ ეს ბევრად მეტი იყო, სანამ ეს ევროპის მთავარი თასი ჩამოიქნებოდა და მეერეც სხვადასხვა ეს ძალიან გავრცელებული იყო, უამრავი პატარა თასი იყო, პატარა კომერციული ტურნირი, ყველა თამაშობდა, რა ქვია. ეხლა ევროპის კლუბებისთვის და სამხრეთ ამერიკის ეს იყო დამატებითი შემოსავალი. ჯერ მარტო არ გვინდა ეს სხვა სანტოსის მაგალითი, რომელიც 10 წელიწადი პელე დაყავდა მთელ მსოფლიოში, ხა მაგაზე გადასარევი მოგონებები და ფილმები არსებობს. პირდაპირ თვითმფრინავიდან რომელიღაც აფრიკის ქვეყანა პირდაპირ სტადიონზე ვითამაშეთ, წამოვიდით, ჩავსხედეთ თვითონ გადავიღეთ პრეზიდენტთან სურათები, თუ ვინც იყო იქ, რა ქვია ეს. ვისაც ჭირდებოდა პელე და ესა წავედა, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და კომერციული ამბავი იყო, მაგრამ უამისოდაც მაშინ აი ეს ამხანაგური თამაში არ ითვლებოდა იმათ, რომ ჩვენ უბრალოდ წავედით და აი ჩავატარებთ, თქვათ, რა ქვია, ხოჟუვთან თამაში, რა ქვია, ხოჟუვის უნიასთან თბილისის დინამო, როგორც ის, ანუ იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი ვემზადები რა სეზონ, არა ეს გამოცდასავით არის, შენ ქვეყანას ხარ გაშვებული, ხა იქ დასავლეთში გასაგები რაც არის კომერციულია, რა ქვია და ისე ქვეყანამ განდო შენ რომ დაამარცხოს ხო, ეს არის, რა ქვია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე შეიცვალა, ხა საბჭოთა კავშირის ნაკრებს მე 70-იან წლებში ეძახდნენ მსოფლიო ჩემპიონი ამხანაგურ თამაშებში, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი ძალიან აქცევდა ყურადღებას აი ამხანაგურ თამაშების შედეგების ბალანსს, რა ქვია. იყო ეს მე ესეც გადავარდა ეხლა რაც ნახევარი გუნდის გამოცვლა შეგილია და ისა და მთელი გუნდისაც კი მეორე და უკვე ძალიან სავარჯიშო იერი აქვს ხოლმე ამებს, მაგრამ ადრე ეს არ იყო. პირიქით ეს ტურნეები გუნდებს ამდიდრებდა რა ქვია და ჯერ გამოცდილება ერთი ხო და მეორე კიდე ეს არის რა ქვია. შემოსავალი იყო, იმიტომ რომ იქ სტადიონები ივსებოდა და ეს მაშინაც და მაშინ სხვანაირად იყო რა. თბილისის დინამოს მიეცა რუმინეთი. სამთარია უბედურება ოდესაში არიან. აი უყურეთ მაშინდელი ფეხბურთი როგორ სხვანაირია. რა ვარჯიში, რის ვარჯიში, რის ფორმაში. ერთი კვირა ოდესაში არიან და ელოდებიან ფრენას ბუქარესტში. სამთარი არ არის იქ რა, საფრენი ამინდი, თოვლია, ცუდი ესა. გამოვალთ, დღეს წავალთ, არ წავალთ, გასაგებია რასაც აკეთებ. ერთი კვირა ცოტა ეს არის, ხო, ძნელია ფეხბურთელისთვის. ერთი კვირის თავზე ჩაგვსხეს თვითმფრინავში ბასაწერს. გავფრინდით ბუქარესტში, ახლოა განაშაული, ყველა ვიცი დღესაც ამ რაღაც გეოპოლიტიკური რუმინეთი იქვეა, ხო. ბესარაბია და მოლდოვა და ყველაფერი. ერთ საათში უნდა დავფრინდეთო. გითხრეს რომ ბუხარესტი ვერ მიიღებსო, გამოვიდა პილოტი და გითხრა და ისე მოვბრუნდით ოდესაში დავსხედეთ. ასეთი ის არის, რა ქვია, ცხოვრება. ხა მაშინ ეს თვითმფრინავები წვივა პარტყა ფურთხი, ცუდი ამინდი რომ განსაკუთრებით ამ ზამთრის დროს, რა ქვია, საფრთხილო. მე გამოგვიცხადეს სწავლთ და დასხდეთ, ჩავედით. ჩაფრინდეთ. როგორი ახლა ფეხბურთი იცით რა ვინც უნდა დაგხვედროდაო იმათ თუთხრესო რომ ბრენა არ არის და წავიდნენ და უცხო ქვეყანა ხა რაც გინდა ისა თქვი კი უკვე გაკომუნისტებულ მოერთებული ვით არის თურმე ისინი წასულან სახლშია მოხლამდე თოვლია და გავიკოლიეთ გზა აეროპორტში ეს სხვა ეპოქა სხვა დროა სხვანაირი ქვეყნებია გავით ისინი მოწვიდნენ ხა გაიგეს რომ იქ მოვედით მოიყვანეს ავტობუსები წაგვიყვანეს სასტუმროში გითხრეს რომ 3 დღის მერე გაქვს თამაში პირველი თამაში არის რა ქვია ეს მოიხსენება ჩვენი მემსი მაშინ ერქვა ჩუპურ ესეთი გუნდია ეს არის რუმინულთა კულტურისა და სპორტის საზოგადოება კლუბი ასეთი მე ამას ბევრი სახელი ხო სინამდვილეში არის ბუხარესტის რაპიდი არ არის დიდი კლუბი რუმინეთიც ისა რა ქვია განსაკუთრებით რთული ქვეყანაა ამ დროს კი კომუნისტების ხელშია, მაგრამ ვინც არის მეთაური, ის კომუნისტი არ არის.
კი იყო კომუნისტების ხარეს, მაგრამ არა, ეროვნულ დემოკრატიკაცია არის, რა ქვია რა. პეტრუ გროზო ეს ლეგენდარული ფიგურაა, რა ქვია, ფაშისტებთან ბრძოლაში და იმაში. რუმინეთი იყო მონარქია, სულ გუშინ წინ. ანუ ესეთი ვითარებაა რა, ომი ახალი დამთავრებული. მიხაი პირველი ახალგაზრდა კაცი იყო, მეფე, აი როგორც ირანის შაჰი იყო წინაზე, ესეც ახალგაზრდა ბიჭია ორდენები. მაგრამ რუმინეთი იყო ფაშისტური ქვეყანა, იმიტომ რომ ქვეყნის რეალური ლიდერი იყო მარშალი ანტონესკუ. ანტონესკუს პირსისხლიანი რეჟიმი, ნუ როგორც არის ესა და იქ ჰიტლერთან ძალიან შეკრული კაცი. რუმინელები იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სტალინგრადში და ოდესის ოკუპანტ მთავარი რუმინელი მოკლედ რა. რუმინეთი არის მათი მოკავშირე. ხო და ომი რო ბოლოსკენ წავიდა და მიხაიმ და იმის მრჩეველებმა დაატყვეს რომ ეს გლახად არის უკვე საქმე. მე საბჭოთა კავშირი გადმოლახა უკვე ევროპის საზღვრებზე რომ შემოვიდა და იქ შემოვიდა. დაიბარა მე ამ ახალგაზრდა მიხაიმ ეს მხცოვანი ანტონესკუ ფაშისტი და მოკლედ გადააყენა და მიცა კომუნისტებს ხელში რა. ჯერ რაღაც მალავდნენ რუმინელმა კომუნისტებმა, მოკლედ წამაიყვანეს მოსკოვში ლუბიანკას ხავდათ ეს შენი მარშალი ესა რა ქვია ანტონესკუ ტრაგიკული ბედის კაცი, ნუ ეთქვა გამოგითხეს რაც უნდათ რა ქვია რიბენტროპი ჰიტლერი ამბები რაღაცები. მერე მისცეს უკან რუმინელებს ხელში და გადახურიტეს კომუნისტმა რუმინელებმა. იქ რაღაც არეულად იყო მთავარი კომუნისტები იყვნენ, მაგრამ ეს კაცი ეროვნულ დემოკრატი რო იყო, რა ქვია, რა პეტრუ გროზო არ გახდა კომუნისტი, მაგრამ პროკომუნისტი კაცი იყო, ასე დიდხანს, კაი ხანს იყო რა სანამ იცოცხლა. პასამნახა ეს კაცი, მაგრამ ჩამოართვა. ამიტომ ამოფანდეს ხო და ეს მეფე ისე იქცეოდა, რომ საბჭოთა უწყებებში უშიშროებს ეძახდნენ კაროლ კამსამოლეც, მეფე კომკავშირელი ასე, ხო და ეს ისეთი კაცია, რომ ერთადერთი მონარქია, რომელსაც აქვს საბჭოთა უნიკალური ორდენი პაბედა, გამარჯვება. ეს ქონდა მარტო ფრონტის მარშლებს, ეიზენჰაუერს, დეგოლს და ასეთ ხალხს და ამ 22-23 წლის ბიჭს ესე იგი გაუგზავნეს ეს აი ამ დამსახურე რუმინეთი მისცა, თავის ქვეყანა მისცა კომუნისტებს, მეფემ. ასეთ ისე მე ვიცნობდი ერთ ქართულ ომის ვეტერანს, რომელიც შეესწრო ის როგორ ტოვებდა ქვეყანას. რომ თვითონ დაждდა თვითმფრინავის საჭესთან დიდი ტყავის წითელი ხელთათმანებით ახალგაზრდა ლამაზი კაცი გაფრინდა და დაბრუნდა ჭაუშესკუ რო ჩამოაგდეს მერე. ამ გარემოში ვართ, რა ქვია, თბილისის დინამო რომ ჩავედით იქ რა. დილით გავიღვიძეთ მეტრი თოვლია და ბიჭო ერთხელ კი გვინდოდა რომ გვევარჯიშავა ხა ფეხბურთი არ ვარჯიში ხო დღეს ასე წარმოგვიდგენი ესენი ერთი კვირა ოდესაში იყვნენ ღერთვა იცი რა საკეთებდნენ ხო იგივე თვითონ რა ის ახლა აქ არიან თოვლია და ეუბნებიან რომ კიდეც და რა უნდა ივარჯიშო სტადიონი არ არის გაწმენდილი ვერ წმენთ უნდა ეთამაშონ ამ ჩუქურს ეს ლეგენდარული ტურნეა რუმინეთში ჯერ კიდე შემორჩენილია ხმამაღალი ესეთი ასე რომ იტყვიან ყვითელი კი არა ეს მჭექარე პრესა ბურჟუაზიული რა თუ სადაც დავდივართ იმდენი ჟურნალისტებია რომ ანუ ეს ინერცია არის ძველი თავისუფალი პრესის მაგ პრესამ უწოდა ბორის პაიჭაძეს ფეხბურთის კარუზო აქედან მოდის რუმინელებმა დაწერეს ეს ნუ ამ პირველი მეორე თამაშის მეორე იყო ესეთი განსაკუთრებული თამაში ბოლო ნუ თამაში დაინიშნა არ ჩაიშლება მოედანი გაწმინდეს მოუგეს გაჭირვებთ ორითეთ პირველი ნახევარი საათი ვერ ხვდებოდი ბურთი როგორ გაგვეჩერებია ბასას იმიტომ რომ ეს თოვლი კი წაიღე მაგრამ მოყინულია მოედანი რაღაც როგორც ჰოკეია მე ჰოკეის თამაშიც მოუწიათ პოლონეთში კი ვიქცეოდით მაგრამ თამაშობდით მათ კარგი ისინია
ქვია ეს პირველი თამაში რომ მორჩა ვიღაც კაცი ჩამოვიდა მოედანზე დაგვიწყო ყველას კოცნა ეს არის ეს პეტრუ გროსო ვინც არის რუმინეთის მეთაური ეს მე ამბობდა რომ ნეტა კომუნისტები ადრე გამეცნო სწორი პოლიტიკა სტალინის გამისწავლა ასეთი კაცი ну დიდი პატივი მიიღება რაღაცები და მეორე თამაშიც იქ არის იუვენტუსი რაც არ მაგავდა იტალიის არა იქ არის იუვენტუსი ეს იუვენტუსი ასე ქვია გუნდია და მაგრამ იქ ახლა კულტურულ შეხვედრებს უწყობენ როგორც არის რა ეს როგორც მიღებული იყო რა ქვია აი ამ საბჭოთა სისტემაში რომ ის უნდა აიყვანო ის უნდა ანახო რაც კარგად დაინახავს ახლა იმან დავიზით თუ იბოდიალა მე ამას სერიოზული ის მოყვა რა ქვია საბჭოთა ტურისტები რო დადიოდა მე ეს ძველი ფეხბურთელებისგან გამგონიებს სხვა შოშ ქართველებისგანაც იმდენად არა რამდენიც სამი უნდა იყოთ არ შეიძლება შენ მარტო წახვიდე და გაისეირნო ან ორნი წახ სამი უნდა იყოთ ამის საპირისპიროა ცნობილი გამოთქმა სამი კაცი ბირჟა ქუჩაში რო დგახარ სამი უნდა დაიშალო მაგრამ უცხოეთში რო ხო სამმა უნდა იაროთ იმიტომ რომ იქ შეიძლება მოვიდეს რა ქვია შენი ქვეყნის მტერი და ერთს იოლად გადაგიბირებს ორი რო ხერთ ერთს გადაიბირებს და მეორეს მოერევით ეხლა სამი ცოტა ძნე რაღაც რაირებს სულელური ისინი რა ქვია მე მიყვება მასლაჩენკო იყო ეს ცნობილი ფეხბურთელი და ესა რა ქვია სამნი როგორ წავიდნენ იმაში რა ქვია აფტიაქში 58 წლის სოფლიო ჩემპიონატი რო იყო შვეიცარიაში პრეზერვატივების საკითხი მაგრამ ნუ ამეებს არ ყვებით ეხლა ჩვენ ეს არის მაგრამ ეს დინამო ჯგუფად დაძ არის ფოტოები ყველან კოსტუმებში და დავყავართ და როგორც ყველა ქვეყანაში იქაც არის ძალიან ძლიერი სომხური თემი თურმე ხო რუმინეთში კაი და იმად გაიხარდათ ეხლა რომ გაიგეს რომ ქართველები ჩამოვიდნენ და გვითხრეს რომ აი დღეს წავალთ ჩვენ აქ სომხური სათვისტომოს ნუ არის და ძალიან კარგად დავხვდნენ სოფრები რაღაცებ და უცბად იქ ბევრი თბილისელი სომეხიც იქნებოდა ვიცი დასხეს მრავალჟამიერი სომხი ეს საოცარი სცენებია ამ წიგნში რა ქვია და ნუ ჩვენ გავგიჟდით ხა ისა და ბოლოს გვითხრეს რომ ჩვენს ყან გვაქვს სპორტული კლუბები სომხებთან და რამეში მაგრამ ფეხბურთში ვერ გროვდებითო და იგება კალათბურთში შეგვეჯიბროთო ეს ფეხბურთელები არიან კაცო ჩვენ უთხარითო ვიფიქრეთო ახლა ხემძღვაი ყველა ხო ჭაერია ბიჭო არცა ისა და მოგებული გვაქვს ფეხბურთი ახლა კალათბურთს რა არის ეს ჩვენ უთხარითო რომ დახურული ვითამაშოთ ანუ უბრალოდ მეგობრულად ვითამაშოთ მაყურებელი არ იყოს და რა თქმა უნდა გვითხრეს რომ ამ მრავალჟამიერ მომღერალმა ხალხმა დრო გქონდა ახლა მე მივედით გაჭედილია დარბაზის ავსია სომხი რა დახურული თამაშია ორი ხელი ვეთამაშეთ ორივე მოუგეთო. ასე გამათაჯობეს რა კალათბურთში ჩვენმა ამაშიც თავი გამოიჩის. ეს არის საოცრად თავგადასავლები. დღეს ეგეთები აღარ ხდება რა ქვია და არც წიგნებში იწერება. მე შეხვდნენ ამ იუვენტუსს რა. თამაში დამთავრდა 10-5. თბილისის დინამოს სასწრაფოდ 15 გოლი გავიდა. ნუ უკვე მზე გამოვიდა ჭყაპია, ნუ შეგილია რაღაცა ეს. 10-5 და ამაზე უკვე პრესამ მისცანის იმიტომ რომ ისინი იგებდნენ ორჯერ 5 გოლი გაიტანენ, ამათ 10 გაიტანეს და აი სწორედ ამ დროს უწოდეს ბორის პაიჯაძეს. მაგრამ ეს არის ფეხბურთის კარუზო, ეს არის საოცრება. ნუ იქ ჯეჯელავა კლასიკური შემადგენლობა, გითხარით ზენა მაშინ რა ისეთი ომის შემდგომი რაც შეიძლება საუკეთესო რო იყო გვაჩი ჯორბენაძე. გვაჩი ჯორბენაძე ძველი იყო, გვაჩი იყო ცნობილი იმით რომ ყველა საჭირო და არასაჭირო შემთხვევაში უყარდა მაკრატელას დარტყმა რა და როცა არ იყო ამის საშუალებით თვითონ აიგდებდა და მაკრატელათი პასს გაძლევდა ეს უყარდა გულშემატკივრა შოუს ელემენტებია და ვლადიმერ ჯორბენაძე მეტსახელად გვაჩი ეს კარგად ჩავატარეთ და კიდე ტიმოში არა არის ესეთი ქალაქი სადაც დაიწყო რუმინეთში კომუნიზმის დამხობა. ხო და იქ უნდა წავიდეთ ხა და იქ ითამაშეს ნუ მე შახტიორების ნაკრები ხა თბილისის დინამო ოსტატ ფეხბურთელთა გუნდია რა ოფიციალურ ენაზე რა თქვა. მოუგეთ 5-0 ეს არის. აქვე ეს ტურნე კარგად დამთავრდა. მშვენივრად რა. მეტი რო არ შეიძლება მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა ესა და ბრუნდებით უკან ესა და ისე ფრენა უპეტურება ოდესა თბილისში ჩამოვიდა და ამის მერე იწყება სიჩუმე
და ეს არის ამ წიგნშიც. ამ წიგნში რა თქმა უნდა მიზეზები არ წერია, მაგრამ არის ძალიან რაღაცნაირად კულტურულად აღნიშნული. 3 წელიწადი. ერთი მომენტია, ბასა მიყვება მოსკოვის არმიელთა გუნდს ტურნეს. მაშინ ეს იყო ხშირი რომ დაგიმატებდნენ ხოლმე და ბასა და კიდე ერთი რუს ფეხბურთელი ყავდა დამატებული ჩეხოსლოვაკიაში ტურნირი ტრაგიკული პირველს იგებენ და მე აგებენ ყველა თამაშს CDK და მიყავთ იმიტომ თვითონ რაღაც ესე ირიბად და ისე აქ რა ძალიან კულტურად აღწერილი. მოკლედ ბოლო 2 ტურია საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის და მოსკოვის დინამო მიდის პირველზე. CDK შეუძლია გახდეს ჩემპიონი, მაგრამ თბილისში, ესე იგი, შეუძლია ან უნდა მოიგოს, ან ფრე უნდა გააკეთოს 0-1 და 2-2 უკვე ცუდ შედეგია. ეს რაღაც სისტემა ესეთია. ხო და თბილისში თავდება 2-2. ანუ თბილისის დინამო, ესე იგი, იმაშობა უშლის ამათხელს ჩემპიონაში, მაგრამ ბოლო ტური არის ვოლგოგრადში ტრაქტორი გუნდი და ჭირდება CDK-ს 5-0. და იგებს ამ თამაშს 5-0 და ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, მერეა ტურნე. ამ თამაშის მეხსიერებით და საერთოდ ბასა მაგ დროს უკვე რა ქვია საბჭოთა ნაკრები ჯერ ას ჩამოქნილი და ეს არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ვარსკვლავია რა, ასე რომ ვთქვათ იმ 40-იანი წლების მეორე ნახევრის და ბასას იქიდან უგზავნიან რომ აი ტურნეში მიდიოდა და წამოხა ეს მიღებული ის იყო პრაქტიკა, არა მარტო საბჭოთა კავშირში სხვათა. იქ წაყო და ჩეხეთიც აქ აღწერილი ძალიან ესე რა ქვია. კეთილდა, მაგრამ სხვა გუნდთან ერთად არის. და ერთ თამაშს თამაშობს, ის გუნდი აგებს ყველაფერს. და დინამო ხო მოგებული ტურნეები ჯერჯერობით. და მერეც. ეს CDK აგებს და უკვე რაღაც ტრაგიკულ გზაზე საერთოდ CDK შემდგარი საბჭოთა ხელმძღვანელობისთვის რა ქვია, ძალიან უცნაური კია ეს, მაგრამ ესე და ეს ერთი ტურნეა. მერე ამბო ესეთ ფრაზა აქვს, რომ 47-დან 50 წლამდე არც ერთი საბჭოთა გუნდი არც ტურნეზე გასულა და აქაც არავინ ჩამოსულა, ერთხელ ჩამოვიდა ბუდაპეშტის ჰონვედიო, მარტო საბჭოთა კავშირის რაღაცები ითამაშა წავიდა. ეს რა დროა? ეს პოლიტიკური ამბავია სინამდვილე. ეს არის დრო, როცა იწყება აი ეს თელეუბედურება რა ქვია, კოსმოპოლიტიზმთან ბრძოლა, უცხოელების წინაშე თაყვანის ცემა. აი სტალინის სიტყვა ინასტრანცი ზასრანცი ეს ცნობილი. აი ეს მთელი ეს ებრაელთა ეს რა ქვია კომიტეტის მორბევა, ექიმთა საქმე, მეგრელთა საქმე, აი ეს საქართველოში ახალირები, საბჭოთა კავშირი, აი ეს ჩვენი გასახლებები და ახალირები. ეს 3 წელიწადია, როცა ესე იცვლება უცბად, რომ აი დასავლეთი ხა ომის დროს გინდა არ გინდა, გინდა ამ სოციალისტური სამყაროთი ძალიან ახლოს მოვიდა, რა ქვია რა. ჯარისკაცები, როგორც სტალინმა უთხრა ერთხელ გაბრაზებულმა იმას, რომ ომის დროს ვერ წუდებოდი, რუკინი და ხაძილი. ეხლა მოგხედა. მაგრამ ეს ერთი დიდი რაღაცა ისტორიული რაღაცა კონტექსტია და დიდი კომბინაცია მრავალსვლიანი ეს რაც იწყება ეს 50 აიჟდანოვი რა ქვია ზოშჩენკოს და ახმატოვას საქმე მოგეთ უბედურებები აი ეს დროა რომ ამბობს რომ ეს 3 წელი არსად არ გავსულვართ გამოსვლათ 51 წლიდან არის ცვლილება 51 წელს დინამოს უნიშნავენ ტურნეს იმაში რა ქვია პოლონეთში რა ეს არის დიდი რა ქვია ამ მთელი სამწლიანი სიჩუმის მერე, მაგრამ თბილისის დინამო 50 წელს გავიდა მესამე ადგილზე, 51 წელს მეორე ადგილზე, 52-ში ისევ მესამე ადგილზე. და აი 53 გარდა იმაზე ცალკე უნდა მოგ. ამ დროს ბასა უკვე კაპიტანი ბორემ დაანება და 51-დან ესე კაპიტანის ეს ადამიანთელი ამბავია ესე რა. ისე მოხდა რომ ბორემს მოუწია მწვრთნება, მაგრამ აი ეს რუმინეთში რო არიან ამ დროს არის ანდრო ჟორდანია მწვრთნელი. ანდრო ჟორდანია იყო სულ ორჯერ მიცეს დინამოსაში 2 წელიწად 3-4. ეს არის უდიდესი ქართული მწვრთნელი ასე რომ ვთქვათ წარსულიდან და იმიდან და ძველი ქართული ფეხბურთელი საოცარი ისტორიით და გადასარევი წიგნით ფიქრები ქართულ ფეხბურთზე რომელიც უკვე სრულად არის გამოცემული. ანდრე ძალიან ესეთ ბროშურა იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო. ცოტა ეწერა, მაგრამ ჟორდანიას პრობლემა იყო რომ ჟორდანიას ახლონაცავი იყო. ანდროს ეს იშვიათი მეტსახელად დიავოლა. ასე ამბობდა დიავოლ, ესე ამბობდა. ეს რუსულენოვანი სამყაროა დიდ წილად რო ვიცოდეთ რა. ხო
ანდრო ჟორდანი იყო მაგროს ცნელი და ძალიან წამოიქაჩა. მერე დაიწყო დინამო საერთოდ არ იყო სტაბილური ამ ცნელებში, რა ქვია. თითო წელი ძალიან ხშირია დინამოს ისტორიაში, თითო წელი მოწვეული. ბევრია რუსები დინამოს ცნელები, აქაურიც თქვა და ჩამოყვანილები ხო და აი ამ 50 წელს თუ არ ვსწრებით 50-ში მაყვანეს მიხაილ იაკუშინი. ეს არის მოსკოვის დინამო, რომ იქ იყო იმის ეს არის ერთ-ერთი უდიდესი საბჭოთა მწვრთნელი, რა ქვია, ბებერი მიხეი, როგორც მე ეძახდნენ. ეს კაცი სამჯერ იყო თბილისის დინამოს მწვრთნელი თავისი კარიერის მანძილზე. ერთად პირველად აქ და ჩემპიონს ხდიდა. ანუ მესამე მეორე, ანუ რომელიც რა შეიძლება ყოფილიყო პირველი, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკის ამბავი 60-იან წლებში, აი ჩემპიონები რო გავხდით, ეს იაკუშინის მომზადებული გუნდი იყო წლები და 64 წელს და თბილისის დინამო პირველი 5 თამაში რომ მოიგო, მაშინ ხო ესეთი სისტემა იყო, დინამოს საბჭომ მოხსნა და წაიყვანა და მოიგო. ნუ არა, ας ეკნეს 1953 წელსაც. გადამწყვეტი თამაშის მოხსნეს და წაიყვანეს თბილისი. და ბოლოს იყო 70-იან წლებში შუაში 75 წელს. აი მე რო ახალგაზრდა მოვიდა დინამო აღორი, მანამდე იყო იაკუშინი ერთი წელი. სიბერეში სხვანაირი მანერა ჰქონდა გულშემატკივრებს ახსოვთ, აი მაშინ დინამოს სტადიონი რემონტებოდა, ლოკომოტივზე იყო ხო რამდენი 8 თუ 9 სეზონი არც მახსოვს თავი. იაკუშინი ჯდებოდა იმათი კარის უკან, ჩვეულებრივ სკამს მიიტანდა და დაждდებოდა. და რო უტევდი, ყვიროდა იქიდან და კარნახობდა, უკვე ხნიერი იყო საკმაოდ. მე ერთხელ მოსკოვის ლოკომოტივთან თამაში იყო და ერთ-ერთმა ქართველ ფეხბურთელმა კუთხურიდან ცუდად მოაწოდა, უნდა მოარტყა თავში ამ ხწოვან კაცს გაუტეხა სათვალე. ეს ხშირად ხო მე გერმან ზონინსაც მოარტყეს. ხო და განრისხებული ამ სკამით გაიქცა და ესეთი ძველი კლასიკური მწვრთნელი იყო ეს დიქტატორი და ისა, მაგრამ თბილისის დინამოს ყოველ კაია გაკეთებდა. არანაირ ტაქტიკას, დიდ ტაქტიკოსი კი არ იყო, დაგისვამდა და გეუნებოდა. მარჯვენა მცველს მობრუნება არ უარგა, მაღლა ვერ ხდება. თერთმეტ დაგიждდებოდა და ყველას ეუნებოდა, მოწინააღმდეგეს თერთმეტმა კაცს რა შეუძლია და რა არ შეუძლია. აი ეს მთელი კომპლექტით გეუნებოდა, რა ხო, ის პას ვერ აძლევს გძელს, გვერდზე მიცემს. და ბოლოს გეტყოდა, გაითახა და ითამაშეთ. ანუ მთელი ინფორმაცია ასეთი კაცი. ეს გახდა მწვრთნელი და აი ეს პოლონეთში რო წავიდნენ, იყო ეს და იქ საინტერესო ეხლა ძველ საბჭოთა იმებს ახსოვს. ყოველთვის როცა დინამო დადის და საერთოდ საბჭოთა გუნდი, რადიო კომენტატორები დაყვებიან. იმ ირანშიც ახლდათ, რუმინეთშიც ახლდათ, და ესენ კი არ გადმოცემენ პირდაპირ რეპორტაჟს, მაგრამ ალბათ სიუჟეტს ამზადებენ, ან რაღაცა ყვებიან და აი აქ რა ქვია პოლონეთში რო წავიდნენ, ახსნა და ეს საბჭოთა ეს ოზეროვი რო იყო ყველაზე ცნობილი ოზეროვი, პირველად გავიცანით რომ ნიკოლაი ოზეროვი წამოხვა ჩვენ. მიყვარს თბილისის დინამო ასე და წავიდნენ პოლონეთში, კაი ხასიათზე, ესე იგი სამეულში არიან, ეს სეზონი კარგად მინდის, ოქტომბერია კაი ამინდია და ძალიან საინტერესო ეს პოლონეთში მოგზაურო. 4 თამაშია პოლონურ გუნდებთან, მაგრამ ნუ გასაგებ პირველს ვერ თამაშობ, უვარჯიშებლები არ ვარჯიშობენ არსად. არ არის ეს ისა. არის ესეთი გადასარევი მოგონება, ესეთი ინგლისელი მწვრთნელია, ძველი კაი ფეხბურთელი ჰარი რედნაპი და იმას აქვს საოცარი წიგნები ფეხბურთზე და ერთი აქვს როგორ იყო ძველი ფეხბურთი. ანუ ის 60-იან წლების ფეხბურთელია, მაგრამ ინგლისში მაინც ჩაკეტილი იყო და აი ერთ წიგნში აქ მოგვეხა ეს ვესტჰემი როგორია, ბევრი არაფერი მოუგია არასდროს, მაგრამ ნუ ბობი მური იყო კაპიტანი, ინგლისის ნაკრების კაპიტანი, მსოფლიო ჩემპიონი და რა ქვია ჯეფრი ჰერსტი 3 გოლი აქვს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გადა. დაუნიშნეს ახალი მწვრთნელი რონ გრინვუდი. ეს ცნობილი თბილისის ნამყოფია ეს კაცი ინგლისის ნაკრებთან ერთად. ამერი ნაკრების მწვრთნელი იყო და გრინვუდი შემოვიდა და ამათ არის ახლა ესენ მიჩვენებენ კლასიკურ ძველ მწვრთნელებს. დგავართ და გავხურდეთ თქვა და გავიდა ოთახიდან და ამათ არიციან რა არის გავხურდეთ. warm up. და ერთ-ერთი გაუბედავად მივიდა და დადგა რადიატორთან. და ასე მივიდა მთელი გუნდი და რიგირდა იმ 10 წუთი რო გავიდა იმ კაცმა შემოაკითხა რომ გავხურდეთ. ეს არის რა ქვია ძველი ფეხბურთის სილამაზე ამაშია რა ქვია რომ გავხურდეთ არ არის. მივხვდით 1 საათით ადრე მივედით სტადიონზე. აი ესე უწერია პასას თქვა.
აქ ეს მოდედი ყვავილები მოგვიტანეს ეს არის ძალიან საინტერესო. შემდეგზე მოვყვეთ პოლონეთი და საბჭოთა კავშირის ნაკრები, რომელიც პირველად ესე გადის, რა ქვია, მტრულ სამყაროში. ჰელსინკის 52 წლის ოლიმპიადას და იქ არის 4 ქართველი, 4 თბილისის დინამოელი. აი ეს